მომუშავე ავტომობილებისთვის და ნებისმიერისთვის არის თავარი რა სერვიზი, ხო? სერვიზი და კომფორტი, რაც როგორ არის? ავტომობილს როცა იყიდი, ეს არის რკინა. რო გაფუჩდეს პატრონი უნდა, ხო? და ჩვენ ამას 40 წელია ვაკეთებთ და რაც შესაძლებელია ამ ავტომობილის პატრონი ვიდა ეს პატრონი. ვისია? შენ ზიხარ და მე მეუნები ვისია? თუ შენ ზიხარ ამ ავტომობილზე შენია, ხო? მე პირადად საბოლოო რემონტის დასრულებისას პირველად ჩამოვადი და მართლა გაოგნებული ვარ. მიუხედავად ჩვენი არასამუშაო და გადატვირთული გრაფიკისა, ჯერ კიდე უკვე შემოსასვლელში იგრძნობა და ამ ცენტრის სიკაშკაშე და მიხარია და აი ერთი სული მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ წუთებს ვითვლი და დღეებს და წუთებს ვითვლი უბრალოდ როდის გაიხსნება ჩვენი ცენტრი და აი აქეთ მოდი ისა. რა იქნება საოცარი. აქეთ შეხედეთ, ოღონდ BYD, Jetory, Changani, Zikeri და დანარჩენი სხვა ავტომობილები კიდევ, რაც თბილისშია და ბათუმშია. ამ ცენტრის გახსნას ბევრი ადამიანი ელოდება და დაახლოებით უკვე ავტომობილები შემოდის თბილისში, გავრეცხავთ და დავაყენებთ დაახლოებით 10 დღეში უკვე ჩვენ ბათუმის სულ მალე გვექნება გრანდიოზული გახსნა, როგორც შეგვეძლება. ახლა როგორ ჩვენ შევპირდით ჩაქვის ახალგაზრდებს, გვინდა რომ ახალგაზრდები დასაქმდეს და ჩვენ არავის არ ჩამოვიყვანთ, ყველანი იქნებიან ჩაქველები, ერთის ორი ადამიანი დღეს ავიყვანეთ და ორივე არის ჩაქველები, აი აქ არის ძალიან დიდი ტერიტორია და აქ იქნება როგორც იქ არის შენობა, ცალკე ერთი შენობა იქნება კიდევ ავტომობილებისთვის, ცალკე ბრენდისთვის. რაც შეეხება იმ ტერიტორიას, იქით არის სახელმწიფოს ტერიტორია და ჩვენ ამ სკვერს გავაკეთებთ ბავშვებისთვის, როგორც დავაანონსეთ უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება ავყურეთ, რაც შეეხება აი ეს არის წინა ტერიტორია, სადაც ალბათ ცენტრის გახსნის შემდეგ გაკეთდება რეალური პროექტი, სახელმწიფოს წარუდგენ და იქნება აჭარის ისტორიაში ყველაზე მაგარი ავტობაზრობა და ეს აუცილებელია ქალაქ გარეთ. მე მინდა უთხრა მოსახლეობას ანი რომ თუ ვინმე არის დღეს ტრანსპორტნიკი, მე ვარ ტრანსპორტნიკი. მე ვიცი როგორ უნდა განვიტირთოს ქალაქი. აბა რატო ვარ თურქეთის საპატიო მოქალაქე? ან დუბაის. ხო? იქ ლექსებს კი არ ვკითხულობ. მსგავს საკითხებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, მე შემიძლია რომ აქ